კიდე ჭამაზე რა. კი ბატონო. დღეს ჭამაზე ვარ ორიენტირებული, მოკლედ დალევა. აბა დალევით უკვე ხარ დალეული. დალეული უკვე. მისაყოლებელი ხო უნდა. ხოდა მამაშვილი იყვნენ ეხლა არ დავასახელებ რა, როგორც ყოველთვის. იგრე გამოთქვი მამაშვილი ხვდებით ვინც არიან. კი ბატონო. ხოდა 90-იანი წლებია ბიჭო და ეხლა ხაში რესტორნები თბილისში ჭირს, სად არის კახეთში რესტორანს რა უნდა რომ დელი პაკმელიაზე ხაში ჭამო რაღაც და თუ ხაში გინდა უნდა იყიდო რა, გაიგორო სადღაც როხა დაიკლა, სადღაც რაღაცა მოხდა და წავხვიდე და იყიდო გააკეთო შენ თვითონ მოხარჩო. მოკლედ ამ შვილმა მაიტანა გაიგორო როხა დაიკლა და ეს გასაკეთებელი ხაში პირდაპირ მაიტანა სახში და მამამის უთხრა რომ მაიტაო ხაში მოვიტანეო ორივე მაგარი მჭამელები მოკეიფები. მაიტაო გავაკეთო თუ და დილაზე უბანმა ვიქეიფოთო ეხლა ორნი ხო ვერ შეჭამენ ამდენ ხაში. მამამის მოუთხრა მე ხაში არ მიყვარცო და ეგე შენაო ეგე უბანიო რაც გინდა იცაქენიო გინდა. წავიდა საქეიფოთ. დილა თენდება და სიტუაცია არის ამგვარი რომ ეს 1-40 კაცზე გაშლილი მაგიდები ნიორი პური არაკი. 4 ხვედრიანი ქვაბით ხაში და რიგში მთელი უბანი და მამამისი მეორე დგა რიგში. პახმელიაზე ეს ხო გავიწავიდა გაწყდა და მეორე დგა. ეს შვილი ასხავს. ჩამჩით იქ განაწილებაზე დგაა რომ ყველას დაურიგოს. პირველი ჯონდო დგა ამის მეზობელი. ჯონდოს ყველაფერი ბარაქიანად დაუსხა და მამამის ერთ საწუნე წვენი დაუსხა მარტო. ჯო გაგიჟდა ეკაცი კაცო. ხან ჯამს შეიხედავს, ხან ჯონდოს შეიხედავს, შვილს შეიხედავს, ვერ მიხვდა რა მოხდა. ეს რა არისო შვილო უთხრა. ეს ის არისო რომ შენაო წუხელო თავი თვითეო გენაცვალეო და იცი რა ხელა პატივიმცა ჯონდომო წუხელო თელი ხაჩი ამან გააკეთაო შესაბამისათო ამან დაიმსახურაო შენ არაო კარგიო აი ეგრე მატერიალი და უკან ჩაგვარა თუ წუხელ ჯონდომ ამდენი პატივი იქცაო მაშინ ამაღამ დედაც ამან წავიდა მე წავედი